მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა მოძღვარი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. დაგლოცეთ მამა თეოდორე. ღმერთმა დაგლოცეთ. მამაო, გასულ გადაცემისას ჩვენ საუბრობდით ათეიზმის აბსურდულობაზე, იმის თაობაზე, რომ ის არამეცნიერულია. თუ შეიძლება დღეს ვისაუბროთ ქრისტიანობის ჭეშმარიტებაზე, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგვეციოს სუფლის სადიდებლად. ვისაუბროთ ათეიზმზე, ვინც უყურა წინა გადაცემას ახსოვს. ვაჩვენეთ აბსურდულობა, რაში მდგომარეობს აბსურდულობა. ათეიზმი რწმენაა. ოღონდ ისეთი რწმენა, რომელსაც არგუმენტი თავისი რწმენის დამამტკიცებელი არ აქვს. თუ ბრმა რწმენაზე ვისაუბროთ, როგორც ასეთი, ყველაზე ბრმა აბსოლუტურად და ერთადერთი ბრმა შეიძლება ასე ითქვას ათეიზმი. არანაირი არგუმენტი არ აქვს. თუ ოდესმე საჭირო გახდება ამას საკითხებს კვლავ მიუბრუნდებით, თუ ტელემაყურებელი დაინტერესდება ამ საკითხებით. კიდევ ერთი რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, გახსოვთ მე პირველ გადაცემაში გითხარით, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი, როცა ქრისტიანობაზე საუბრობთ, როცა დიდი რაოდენობით ადამიანი გვისმენს, ჩვენი ამოსავალი წერტილი, საფუძველი ჩვენი საუბრისა, რაში მდგომარეობს? ორ რამეში. ვიპოვოთ ცხოვრების საზრისი და ვისწრაფოთ სიხარულისაკენ. ცხოვრების საზრისი და სიხარული. ამოსავალი წერტილი ჩვენი ყოველი საუბრისა მე სურვილი მაქვს, რომ ეს იყოს, იმიტომ რომ ადამიანები ამას ვეძებთ. ათეიზმს მოგეხსენებათ, რომ არც აზრი გააჩნია, იმიტომ რომ მას პერსპექტივა არ აქვს და სიხარულს არ მოგახსენოთ. როცა იცი, რომ ყველაფერი თავდება საფლავით და ბოლოს მზის ჩაქრობით, თავისთავად ცხადია, ვერ გავიხარებთ. არა მარტო ჩვენთვის თავდება ესე, არამედ ჩვენი უსაყვარლესი არსებებისათვის, მათ შორის შვილებისათვის. ამიტომ ათეიზმს არც ერთი ახლავს, არც ცხოვრების საზრისი, არც სიხარული, არც მეცნიერული, ან არამეცნიერული თუნდაც არგუმენტი, სრული აბსურდულობა. და კიდევ ერთი რამ. როდესაც ადამიანი ამგვარ საკითხებზე საუბრობს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ვინა ვართ? ადამიანები ვართ, ხო? ხო სწორია. ადამიანობა უდიდესი ღირსება და პასუხისმგებლობა. მე მგონი ამ საკითხებსაც შევეხეთ გარკვეულწილად. და ისეთ რა არის, მე ესე მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რაში ხედავს ის თავის ადამიანობას. ჩვენ ამ საკითხებზე ფიქრი არ გვიყვარს ხოლმე და სამწუხაროა, გარდა რატომ მრავალი მიზეზია, რომ ამ საკითხებზე არ ვფიქრობ. ერთ-ერთი არის ჩვენი გაჭირვებული ყოფა, ხო ესეა, ელისაბედ. წარმოგიდგენთ, ყველას უჭის, ყველას შეა. 1000 პრობლემები გვაქვს, ეკონომიური, სოციალური, ეკოლოგიური, სამყაროსი თუ სულიერი, პოლიტიკური, რა პრობლემებიც კი არსებობს, ყველაფერი დახვეებულია ჩვენს თავზე, ჩვენს ერზე. სადაგცალია, ახლა იმაზე ვიფიქროთ, რას ნიშნავს ჩემთვის ადამიანობა და რაში უნდა ვლინდებოდეს ეს. მაგრამ დამეთანხმეთ, ამის გარეშე ახლა აბა ჩვენ არსებობას და ყოფას რა აზრი აქვს. თუ არ ვიფიქრებთ, რაში უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ადამიანობა. თორე თუ ამაზე არ ვიფიქრებ და ინსტინქტებს მივეცემით, ძლავრობენ ჩვენში აი ეს ცხოველური ინსტინქტები რო ქვია და ცხოველური ინსტინქტები თან ფიზიოლოგიაც ხელს გვიწყობს, ცოტათი ხო გავართ ცხოველებს. ჩვენ თავის თავში ცხოველსაც ხო ვატარებთ და გამოვა რომ ჩვენი ადამიანობა მოაზრებულია ჩვენს მიერ ჭამაში, სმაში, გამრავლებაში, მაგრამ ამაში ჩვენ ამ ღირებულს თუ მხოლოდ ადამიანი ამგვარად იცხოვრობს, ვერაფერს ვხედავთ. თუ ახლა ვიფიქრებთ, რომ ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი ნიჭი და ხელოვნება ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნილებაა, ტკბობა და შექმნა რაღაც ხელოვნების ნიმუშებისა, ესეც არ არის ადამიანის ღირსებისათვის საკმარისი, ადამიანის ღირსება დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეს გზნობის მიერია და ყველაფერი აქვე მთავრდება ესეც. ადამიანი თავის თავს პირველ რიგში მარადიულ არსებად, სიცოცხლისაკენ სწრაფ არსებად უნდა მოიაზრებდეს. ეს მისი უმთავრესი ღირსებაა და ამ თავის უმთავრეს ღირსებას და ამ მისწრაფებას იგი მხოლოდ რელიგიურ მსოფლმხედველობით და რელიგიურ ცხოვრებაში დაიკმაყოფილებს.
მაგრამ კითხვა დასო, ხო, ქრისტიანობა რატომ არ? ხო, აი მე ათეისტი არა ვარ, გადავწყვიტე, მივხვდი რომ სრული სისულელია, მინდა გავხდე რელიგიური ადამიანი. პრობლემა სწორედ აქ იწყება. რომელი რელიგიის მიმდევარი გავხდე? ზოგი მარტივად წყვიტავს, აღარ მე ქართველი ვარ მართლმადიდებელი. მაგრამ ჩვენ ვიცით უამრავი ქართველი, რომელიც მართლმადიდებელი არ არის. ამავე დროს ჩვენ ვიცით უამრავი ადამიანი, რომელიც ქართველი არ არის, საქართველოში ცხოვრობს და არ უნდა გახდეს ის მართლმადიდებელი. ან თუ მე ჩემი პიროვნული მონაცემები თუ დავიბადებოდი თქვა სხვა ქვეყანაში, სადაც სხვა რელიგია არის დომინანტი, ესე იგი მე სხვა რელიგიის აღსარებელი უნდა დაბადებულიყავი, ყოფილიყავი. ხო ხედავთ, ხვდებით რომ ეს სრული აბსურდია. არ შეიძლება ესე, რომ ჩემი რელიგიური, ანუ თავარი გამოვლინება ჩემი პიროვნების, ანუ ჩემი სულიერი ცხოვრება დამოკიდებული იყოს მექანიკურად იმ ადგილზე, სადაც მე უბრალოდ ვიმყოფები და მეტი არაფერი. ვიღაცა აქედან შემდეგ პრობლემას, უпроსტოდ ზოგიერთი პრობლემას ასე ხსნის და ასე წყვიტავს და ასე ხედავს. ხო და არა აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ყველა რელიგია ხო ერთ და იგივეს ქადაგებს. ყველა რელიგია ხო აბსოლუტურად ერთ და იგივეა, უბრალოდ ფორმით არიან განსხვავებული. ალბათ გაგიგიათ, ჩემო ძმებო და დებო, რომ ესე ამბობენ ხოლმე, ყველა რელიგია არსით ერთ და იგივეა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფორმით. გაგვიგია მე მგონი ხო? რა მნიშვნელობა აქვს რომელიც მიმდევარი იქნება? ღმერთი ხომ ერთია და როგორი გზითაც გინა წადი. თუ არ ვწდები ვივეკანანდა ამბობდა, თუ არ ვწდები, რომ ბრმებს მისცეს საშუალება სპილო გამოეკვლიათო და არ უნახავთ. ზოგმა ფეხს მოკიდა, ზოგმა კუდს, ზოგმა ხორთუმს და ასე შემდეგ და მე დასკვნა გამოიტანეს, რომ იცი ერთმა თქვა სპილო ეს არის ბოძი, ვინც ფეხს მოკიდა, ვინც ხორთუმს მოკიდა, ეს არის რაღაც მილი, ვინც ყურს მოკიდა, ეს არის რაღაც დიდი საბნის მსგავსი რამ, ვინც კუდს და თოკი და ასე შემდეგ. და შემდეგ ის ასკუცო ხედავთ, ყველა ამბობს რაღაც ნაწილს და მთლიანობაში თუ შევერთებთ, გამოვა სპილო. ვივეკანანდას პრობლემა ამ შემთხვევაში ის არის, რომ მე მგონი განსხვავება არის ღმერთსა და ნებისმიერ არსებას შორის, მათ შორის სპილოს შორის. და ღმერთი არ არის საგანი, რომელსაც გამოიკვლევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარად შეიძლება მიუდგეთ ღვთაებას. და კიდევ ერთი შეცდომა. აი შეცდომა, რაც მე ვთქვი, რომ ყველა რელიგია არსით ერთ და იგივეა, ფორმით განსხვავდებიან. სინამდვილეში შემოკარგებო პირიქით არის. ყველა რელიგია ფორმით გავს ერთმანეთს. ხოლო არსი განსხვავდებიან. კერძოდ, ფორმით გავს ერთმანეთს. რას ნიშნავს? ყველა რელიგიას აქვს თავისი შენობა, ზოგი ტაძარს არქმევს, ну ტაძარი პირობითად. ყველა რელიგიას აქვს თავისი იმ ტაძარში მსგავსი რამ არის, თქვათ გამოყოფილი ადგილი, თქვათ ჩვენთან საკურთხეველი, სხვაგან რაიმე განსაკუთრებული წმინდა ადგილი თითოეული რელიგიის წარმომადგენლისათვის. ყველა რელიგიას აქვს თავისი კულტის მსახურნი, რომლებიც რაღაც შუამავლის როლს ასრულებენ. ყველა რელიგიას აქვს რაღაცა გარეგნული რიტუალური მხარე, სანთელი, საკმეველი, ღვთისმსახურების ლოცვის გარეგნული რიტუალური მხარე, მუხლის მოდრეკა, თაყვანისცემა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველგან თითქმის ერთ და იგივეა. რატომ არის ერთ და იგივე? კითხვა დავსვათ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ადამიანი ყველა ერთი ძირიდან მოვდივართ, ადამიანის შვილები ვარ და როგორც ყველა ერთნაირად ვიღიმებით და ყველა ერთნაირად ვტირით, ხო? ასევე ერთნაირად გამოხატავთ ღვთაებისადმი თაყვანისცემას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ. ამიტომ ფორმა ერთ და იგივეა. არსობრივად რაც შეეხება, არსობრივად აბსოლუტური განსხვავება არის. ყველა რელიგიის მიმდევარმა იცის, რომელიც რაიმე კონკრეტულ რელიგიის მიმდევარია და იმ გზაზე დგას, რომელსაც ეს რელიგია ქადაგებს. ხო, შეუძლებელია მისთვის იყოს ერთდროულად ორი რელიგიის მიმდევარი, იმიტომ რომ დიამეტრალურად განსხვავებულ რამეს გვთავაზობენ, აბსოლუტურად განსხვავებულ რამეს გვთავაზობენ. ამას ჩვენ ნელ-ნელა დავწმიდებით, არა მარტო დღეს, არამედ სხვა დროსაც თუ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. შეუძლებელია სრული პასუხისმგებლობით ვამბობ მე როგორც მღვდელი ქრისტესი. სრული პასუხისმგებლობით. შეუძლებელია ადამიანი იყოს ორი რელიგიის მიმდევარი ერთდროულად. ეს აბსოლუტურად გამორიცხული. იმდენად ურთიერთ გამომრიცხავია მათ შორის შინა არსი. განსაკუთრებულად ეს ეხება ქრისტიანობას. ყველა რელიგიას მეტნაკლებად რაღაც შეიძლება რაღაცნაირად დავაკავშიროთ ერთმანეთთან ყველა რელიგია, ხოლო ქრისტიანობა აბსოლუტურად უნიკალურია. მე მოვიყვან, მგონი პირველ გადაცემაში მოვიყვანე, ხო ენგელსის სიტყვები აღარ მახსოვს. როცა ქრისტიანობა დაიწყო, როცა ქრისტიანობა გაჩნდა სამყაროში, ის ამბობს და წარმოჩინდა კაცობრიობის წინაშე, იგი მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა რელიგიასთან. ეს იმად გასაგონად
ვინც ფიქრობენ, რომ თითქოს ქრისტიანობა რაღაც სხვა რელიგიებიდან არის განმომდინარე და რაღაც სინკრეტული რელიგია შექმნის. ეს აბსოლუტურად ტყუილია, იმიტომ რომ თვით ესეთი უღმერთოც კი როგორც ანგელსი იყო, ვერ ხსნიდა თუ საიდან წარმოიშვა, მას უყვირდა საიდან გაჩნდა ქრისტიანობა, როცა ის არაფერს და არავის არ გავს და სულ თან სულ წინააღმდეგობაში. რომის იმპერიის მაგალითი გავუხსენოთ. ყველა რელიგია იყო დაშვებული. იუდეველებსაც არ ზდევნიდნენ, რომლებიც ისევე არ ცემდნენ კერპებს თაყვანს და რომის იმპერატორის ქანდაკებას, როგორც ქრისტიანები. მაგრამ მხოლოდ ქრისტიანები იდევნებოდნენ და არც ერთი სხვა არ იდევნებოდა. ეს ძალიან უცნაურია და ძალიან ნიშანდობლივია. ხო და აი მე თუ ამაში დავუწმუნდები და ამაში დარწმუნება ძალიან ნეოლია თუ ადამიანი ეძებს და მე ვდგავარ არჩევანის წინაშე. და ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ძალიან საინტერესო ლოგიკურ წიაღსვლას გვთავაზობს. პირველი პრობლემა გადასალახავი, ეს არის მონოთეიზმი თუ პოლითეიზმი. არსებობენ რელიგიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბევრი ღმერთია. ხოლო არსებობენ რელიგიები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი ღმერთია. მე ვფიქრობ, ჩვენი არა მარტო მენტალიტეტისთვის, არამედ ჩვენი ტრადიციისათვისაც, მე ვფიქრობ, რთული არ იქნება, რომ მივხვდეთ, რომ ღმერთი ერთი შეიძლება იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ სადაც პოლითეიზმია, ის მრავალღმერთიანობა, იქ ღმერთი ერთი ტრანსცენდენტულ ღმერთზე საუბარი არ არის. იქ არის რაღაც ღვთაებები, რომლებსაც ღმერთებს უწოდებენ და ხოლო ის იდეაში თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში არსებობდა ერთი დიდი ღვთაება, რომელსაც არც კი მიმართავდნენ და მასთან ერთობა არ ქონდა. ამიტომ რა თქმა უნდა, ორი ღმერთი, ორი სრულყოფილი და ყველგანყოფი არსება რედროლად არ შეიძლება არსებობდეს. როგორც კი მე მივხვდები, რომ ღმერთი ერთია, კვლავ პრობლემის წინაშე ვდგები. რელიგიათა მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ უდიდესი უმრავლესობა სხვათა შორის ღმერთი არ არის პიროვნება, ხოლო ზოგიერთი რელიგია და მათ შორის ქრისტიანობა აქაც უნიკალური და განსაკუთრებულია, ამბობს, რომ ღმერთი პიროვნებაა. სხვათა შორის ეს არის ის ყველაზე ძნელ რთულად გადასალახავი ბარიერი, რაც უჭირთ თვით ქართველებსაც კი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ აღმოსავლურ რელიგიებთან, ოკულტურ მიმდინარეობებთან. კერძოდ, ხას უსვამ, ღმერთი პიროვნება ძალიან რთული გადასალახავი ბარიერია. იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ ღმერთი პიროვნება თითქოს ეს ღვთაებას აკნინებს. ესე გონიათ ხომ. მაგრამ თუ ღმერთი არ არის პიროვნება, მრავალი პრობლემის წინაშე დავდგები. ესე იგი ის რა გამოდის, ეს არის სუბსტანცია, რაღაც ენერგია. ელენ რერიხი ამბობდა, თუ არ ვცდები, თუ ბლავაცკაი, ეს ერთ-ერთი სხვადასხვა შტო არის, ერთი საშნელი უბედურების, რასაც ოკულტიზმი და სატანიზმი ქვია, ოღონდ ესეთი ლამაზი მეცნიერული ფორმით, თითქოს მეცნიერული ფორმით. ისინი ამბობდნენ, ღმერთი ეს არის როგორც რაღაც კოსმოსური ელექტროობა. ან რაღაც გრავიტაცია მაგალითად, ხო? ანუ ღმერთს ისევე არ აქვს აზროვნების, შემეცნების, თვითშემეცნების, შემოქმედების უნარი, როგორც არ აქვს ეს შემეცნების უნარი მაგალითად ბუზს, ტალახს, ჭუჭყს. გახსენდებათ ხო ფილმიდან რაღაც სიტყვები. ანუ ქართული ფილმიდან. ანუ თუ ღმერთს არ აქვს, თუ ღმერთი არ არის პიროვნება, იგი დაკნინებულია და დადის აი ამ მატერიების დონეზე, როგორც არის ბუზი, ტალახი, ჭუჭყი, ქვა, ხავსი. იმიტომ რომ მაგი და მაგალითად რომელსაც შეიძლება რაღაც ჩამოატეხო და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მე როგორც ადამიანს, თუ მე რელიგიური ადამიანი ვარ და ვეძებ ჩემ გზას რელიგიურ ცხოვრებაში, სერიოზული პრობლემა მექნება. თუ ღმერთი არ არის პიროვნება, ჩემო კარგებო, ვერასოდეს ვერ მიმართავ მას როგორც მოსიყვარულე მამას. ვერასოდეს ვერ დაელაპარაკებებ. აი, ცოტა ვულგარულ მაგალითს მოვიყვან. თქვა ადამიანი გადავარდა სათამჯერიდან. მას დრო საკმარისად აქვს, რამდენიმე წამი მაინც და წუთი. მას შეუძლია ევედროს მიზიდულობის ძალას. მიზიდულობის ძალა შეანელა შენი მოქმედება, რომ სუბუქად დავეთ. ხო, კომედიური სიტუაცია იქნება. როგორ შეიძლება, რომ მე ვთვლიდე, რომ ღმერთი არ არის პიროვნება და ამით ჩემი რელიგიური გზნობებით აკმაყოფილდეს. მაშინ მე რატომ ღავარ პიროვნება? მე აღვემატები ღმერთს. აღვემატები ღმერთს, იმიტომ რომ მე შემიძლია აზროვნება, მე შემიძლია შემოქმედება. მე შემიძლია სიყვარული, სიძულვილიც კი ბატონო. ღმერთს ეს არაფერი არ შეუძლია. რაღაც მკვდარი ძალა, რაღაც ენერგეტიკა, როგორც მიზიდულობა. ეს იგივე ათეიზმი არ არის. ამიტომაც არის ვთქვათ ბუდიზმი. ბუდიზმი ჩვეულებრივი ათეიზმია, არც მეტი, არც ნაკლები. ვისაც უნდა, რომ ფორმით რელიგიური გახდეს, მაგრამ არსობრივად ათეისტად დარჩეს. ვისაც უნდა, რომ მას არ ქონდეს უნარი ელაპარაკოს თავის ზეციურ მამას და მისგან ნუგეში მიიღოს.
ეს მისი პრობლემაა, მას შეუძლია ესე იცხოვროს და დარჩეს ათეისტად. მაგრამ ის ვინც მართლა ეძებს გამოსავალს ამ სამყაროში და მას არ სურს რომ იყოს მიტოვებული და მარტო და ის მართლა ღმერთს ეძებს, მას ვერ დააკმაყოფილებს ბუდიზმის და სხვადასხვა კულტური მიმდინარეობების და თეოსოფიის და ასტროლოგიის რაღაც ზღაპრები და იგი აუცილებლად ცოცხალი ღმერთის ძიებას დაიწყებს. ცოცხალი ღმერთის, ღმერთი ცოცხალია. შენ ხარ ცოცხალი და ღმერთი მკვდარია. შენ ცოცხალი ხარ და სიცოცხლის წყაროდან მიიღე სიცოცხლე. და როგორც ფსალმუნებში წერია, ვინც თვალი შექმნა, ნუ თუ ვერ ხედავს, ვინც ყური შექმნა, ნუ თუ არ ესმის და ვინც გონება მოგცა, ნუ თუ ვერ გულისხმა ჰყოფს. დაფიქრდი, ხომ სწორია, ხომ ლოგიკურია, ხომ სიღრმისეულია და ხომ ნამდვილია და ხომ გულს ეხება. მე ღმერთს ვეძებ, ჩემს ზეციურ მამას. მე მინდა მას ვესაუბრო, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცია და ურყევი. მე თუ მინდა რომ ამ უღირს მდგომარეობიდან გამოვიდე, რომელსაც ათეიზმი ქვია, რომელიც არის გამანადგურებელი ადამიანისა, მე აუცილებლად პიროვნულ ღმერთს ვეძიებ. გადავწყვიტე. მაგრამ პრობლემა დარჩა პრობლემა. აღმოვაჩინე, რომ არის სხვადასხვა რელიგიები, რომლებიც პიროვნულ ღმერთს ქადაგებენ. თუმცა მე თავიდან ასე ვთქვი, არსობრივად, სიღრმისეულად, უпростоრად მხოლოდ ქრისტიანობა ქადაგებს კვლავ პიროვნულ ღმერთს ყველაზე მეტად. ვთქვით, ისლამიც კი, რომელიც ბიბლიის წიაღიდან არის წარმოშობილი და მე-6 საუკუნის პროდუქტია. როცა ქრისტიანული ღვთისმეტყველება სრულად უკვე იყო, ხო? და ზენიტში იყო თავის ღვთისმეტყველებისა კაბადოკიელი მამები უკვე გარდაცვლილებიც კი იყვნენ. ამ დროს იბადება უდაბნოს ქვიშებში ისლამის რელიგია. მაგრამ მაინც შეგვიძლია შევადაროთ გარკვეულად. აი, შედარება რა კუთხით უნდა მოვახდინოთ? თქვა, მე ისლამის მიმდევარი გავხდე თუ ქრისტიანი გავხდე. ორივე პიროვნულ რელიგიას თავაზობს, ზედაპირულად ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. და აი აქ ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ძალიან საინტერესო რამეს თავაზობს. მე ძალიან მომწონს ეს და ვიმეორებ ხოლმე ხშირად, რომ მე თუ პიროვნებას ვეძებ, აი მე ადამიანს ვეძებ პიროვნებას, მეგობარს ვეძებ ცხოვრებაში. რა თვისება უნდა ქონდეს უმთავრეს, რითაც მე მეგობარი უნდა ავირჩიო და ვიპოვო? სიყვარული, რომელიც ვლინდება ერთგულებაში, უღალატობაში, თავგანწირვაში. ამაში არ მდგომარეობს პიროვნების არსი, თორე პიროვნება ბოროტების მატარებელი შეიძლება იყოს. არ ვეძებო ღმერთი როგორც სიყვარული? აბა თუ ღმერთი არ მოძებნე როგორც სიყვარული, მაშინ რა ფასი აქვს მის პიროვნულობას ჩემთვის? რა ნუგეში მექნება მე მისგან? ეცეთ რა შეასაქმე ისლამი, რომელიც მე-6 საუკუნეში შეიქმნა და მუჰამედმა, რომელმაც იცოდა სახარება და ბიბლია, უზარმაზარი წიგნი დაწერა, ხო? როგორც თვითონ ამბობენ, ზემოდან კარნახით. ესე ამბობენ მუსულმანები. და მე კითხვა მიჩნდება. და ეს წიგნი თავისთავად გარკვეულად პოეტურად დაწერილია, ლამაზია, სამართლებრივი კოდექსი და ნორმები საკმაოდ მაღალ დონეზეა. თუმცა იქ არის საკმაოდ ისეთი რაღაც, რაც მიუღებელია ქრისტიანისათვის. მაგრამ მე კითხვა მიჩნდება, ნუ თუ ამ ხელას ქელტალიან წიგნში, რომელიც სახარებაზე დიდია მოცულობით, რომელიც დაიწერა მე-6 საუკუნეში და მის ავტორს წაკითხული ქონდა სახარება, ნუ თუ არ მოიძებნა ერთი მუხლი, სადაც დაიწერებოდა, რომ ღმერთი არის სიყვარული. არსად, ყველგან არის და ბევრგან არის იქ, რომ ღმერთი სამართლიანია და მოწყალე, მაგრამ არსად არ წერია, რომ ღმერთი სიყვარულია. ვიღაცა იტყვის, რომ რა მეშველობაა, კაცო, ღმერთი სამართლიანი და მოწყალე, ეს იგივე სიყვარული, არ არის იგივე სიყვარული. მაგალითად, როცა მოსამართლეს გამოაქვს სამართლიანი სასჯელი დამნაშავესათვის, მას ეკუთვნის 15-დან 20 წლამდე, ხო? მე გამოუტანე სადღაც შუაში, ხო? კინა 15 წელი მინიმალური მივეცი. ეს სიყვარულია? რა თქმა უნდა, სიყვარულის გარკვეული გამოვლენებაც არის, თავისთავად ცხადია. სიყვარული ყველაფერშია. ძაღლსაც კი უყვარს თავის ლეკვები და კრუხს წიწილები. მაგრამ ეს ის სიყვარულია, რომელიც ღმერთს ეკადრება, ეს სამართალია. სამართლიან 20 წელი რომ მიესაჯა, მაშინაც სამართლიანი იქნებოდა. იმიტომ რომ ესე ითვალისწინებს კოდექსი, ხო? ეკუთვნის მას, კაცი მოკლა ვთქვა, ხო, ეკუთვნის 20 წელი მივცეთ. სამართლიანია, მაგრამ სიყვარული აქ არ არის. მოწყალება. მე გლახაკს მივეცი, დავეხმარე. რაღაც ქველმოქმედება გავწიე. ეს სიყვარულია? ეს ქველმოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა სიყვარულის ერთ-ერთი კერძო გამოვლინება არის, როგორ არ არის, მაგრამ თან ეს სიყვარულია, რომელიც ღმერთის ღირსებას ეკადრება? ამას ყველა ადამიანი აკეთებს, ყველა ადამიანის ჩადის და ხანდა ძალიან ხშირად პატივმოყვარული მიზნებითაც კი. სამართლიანობა. რა, მე რომ მაგალითად გლახაკს ფული მივეცი, ისე მიყვარშო, ესე იგი მის სიყვარულით აღარ ვიცი როგორ დავიძინო? ესე ხომ არ ხდება.
სახარება არის ერთადერთი წიგნი, უნიკალური, მთელ სამყაროში, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე წერია, ღმერთის სიყვარული არის. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ იცით ეს შეიძლება მუჰამედსაც დაეწერა და იგულისხმა, აქ კიდე თქვათ, შეიძლება შემთხვევით ჩაიწერა. არა, საქმე რაშია იცით? მუჰამედს რომ ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ დაწერდა აი ამ სიტყვებს, რომ ღმერთის სიყვარული. რატო ვერ დაწერდა ვიღაცა იკითხავს? აი ამ საკითხი მე ვფიქრობ, მე ხლა არ ვიცი მუჰამედს რა მოტივი ჰქონდა რომ ეს სიტყვები არ ჩაწერა, მაგრამ მოდი ეს ვფიქრობ, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მუჰამედი გულწრფელი იყო, როცა ეს სიტყვები არ ჩაწერა. იმიტომ რომ თუ ჩაწერდა ყურანში ამ სიტყვებს, რომ ღმერთის სიყვარული ეს იქნებოდა იმ საღვთისმეტყველო კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომელ ღვთისმეტყველებასაც ჩვენ ისლამი გვთავაზობს. რატო? იმიტომ რომ ღმერთი იქ არის ერთ არსება და ერთპიროვნული. ღმერთი იქ არა მარტო ისლამი ქადაგებს არა მარტო ერთადერთ ღმერთს, არამედ მარტომყოფ ღმერთს. და მე კითხვას ვსვავ, როგორ შეიძლება მარტომყოფი არსება იყოს მარტოა, ერთპიროვნულია და როგორ შეიძლება მარტომყოფი არსება იყოს სიყვარული. ქრისტიანობა რა ერთადერთ ღმერთს არ ქადაგებს, სიტყვის ოპონენტი, რა თქმა უნდა. მაგრამ ქრისტიანობა ისეთ ღმერთს ქადაგებს, რომელიც ჩვენს გონებაში ვერ ეტევა და არ მოიაზრება. ამიტომაც ქრისტიანობას პირველივე ქადაგების პირველივე დღიდან, როცა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, ყავდნენ ოპონენტებად ჭკვიანი და გონიერი ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ გველი სიმძნე, მაგრამ არ ჰქონდათ მტრედის უმანკოება. და ეს იყო რის გამო, მრავალი რამის გამო, ერთ-ერთი რის გამოც. ქრისტიანობა ქადაგებს ერთ ღმერთს, მაგრამ არა მარტომყოფს. ქრისტიანობა ქადაგებს ერთ ღმერთს სამპიროვნულს. რას ნიშნავს ერთი ღმერთი და სამპიროვნება? სამ ღმერთს ქადაგებ თუ ერთ ღმერთს ქადაგებ? ერთ ღმერთს სამპიროვნულს. რას ნიშნავს? ამაზე ჩვენ კიდე სხვა დროს ვისაუბრებთ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია და უდავოა. ქრისტიანობა გვთავაზობს საოცარ რამეს გამოცხადებით, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ მარტო არ არის. იგი სამპიროვნებაა. ამიტომ შესაძლებელი ხდება, რომ გამოითქვას უმშვენიერესი და უდიდესი საღვთისმეტყველო თეზისი. ღმერთის სიყვარულია და უნიკალურობა ქრისტიანობისა, იმიტომ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იოანე მოციქულმა ეს სიტყვები ჩაწერა, ღმერთის სიყვარული, არამედ თავად ღვთაებრივ გამოცხადებაში, რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ მარტომყოფი არ არის. აქედან გამომდინარეა, რომ ღმერთის სიყვარული. ნახეთ რა საოცარი რამ არის. ეს იცით რას ნიშნავს? რომ მე თვალები უნდა ამეხილოს, გული გამithდეს. ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ ხო, მაგრამ ეს ყველაფერი წერია და რეალობაში რა განსხვავება არის? როგორ არ არის? აი მაგალითად, თუ მე მუსულმანი დამეთანხმება და მეტყვის, რომ ხო, ჩვენც ვიტყვით, რომ ღმერთის სიყვარულია მიღებული ფორმაა, რომ ცივილიზაცია მაინც გვინდა არ გვინდა ევროპულია და ევროპა ქრისტიანობის წიაღიდან ამოსდილია და ხო, რო თქვა, რომ სიყვარული არ არის სადმე, ეს უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის, ხო? და ამიტომ შეიძლება დაგვეთანხმოს, მაგრამ მე შემიძლია ერთი კითხვა დავუსვა კიდე მას ისლამის მიმდევარს, რომ კარგია თუ სიყვარულია თქვენ ასე ამბობთ, მაგრამ ის ღვთისმეტყველი ამბობს და მე მის სიტყვებს მიმეორებ, საოცარ ამას ეკითხება, რომ კი, მაგრამ მე მინდა კითხვა დაგისვათ, ღმერთისთვის ძნელი იყო თუ არა ადამიანის სიყვარული? ისლამის მიმდევარს გაეცინება და აბსოლუტურად ლოგიკურად. რა თქვით? ღმერთისთვის ძნელია თუ არა ადამიანი უყვარდეს? როგორ შეიძლება ღმერთისათვის, რომელიც ყოვლის შემძლე არსება, რაიმე ძნელი იყოს? ყველა ქრისტიანი დაეთანხმება ამას. ვინც არ იცის ქრისტიანული ღვთისმეტყველება. დიახაც, ღმერთი ყოვლის შემძლე არსება, ნუ თუ მისთვის ძნელია, რომ მე უყვარდე ადამიანი, არ არის ძნელი, თავისთავად ცხადია. მაგრამ მე გულში რაღაცა ჩამწყდება, იმიტომ რომ მე კითხვა გამიჩნდება, თუ ღმერთისთვის ჩემი სიყვარული ძნელი არ არის, მაშინ ეს სიყვარულია? ანუ უფრო ფართოდ დავსვავ კითხვას. თუ სიყვარული ძნელი არ არის, ეს სიყვარულია? როგორ შეიძლება სიყვარული ძნელი არ იყოს? მაშინ ეს სიყვარული არის ხო ეს სხვისი ბავშვები უყვართ. მოგინახია სხვისი ბავშვები სწრაფად იზრდებიანო, ღამები რო არ გაგითენებია, ხო? ნახავ, საყვარელი ბავშვია, თვალებით მოეფერები, გულში ჩაიკრავ. გიყვარს? გიყვარს კი, როგორ არ გიყვარს? ეხლა ლეკვიც რო დაინახო, ლამაზი იმასაც მოეფერები, მაგრამ თუ ღამები არ გაგითენებია, თუ წარეცრემლი არ დაგიღვრია მის გაზდაში და საკუთარ ეგოზე უარი არ გითქვია იმ ბავშვის აღზრდაში და გაზდაში. უფრო სწორედ თავარი აღზდაში, რასაც ხშირად არ ვაკეთებთ ხოლმე. რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი? თუ მე არ შემიძლია შენთვის მოვკვდე, მე შენ მიყვარ ხარ? მიყვარ ხარ სიტყვები და თუ დაგვიდგება დრო როცა მე შენთვის მოვკვდები და შენთვის ნასრულ ტყვიას ავეფარები, მაშინ მე მიყვარ ხარ და ისე არ მიყვარ ხარ. ამიტომ როცა მეუბნებია რომ ღმერთისთვის ჩემი სიყვარული ძნელი არ არის, მე არ მჯერა ესეთი სიყვარულის. ქრისტიანს რო კითხო რას გეტყვის, განა ქრისტიანები ყოვლის შემძლე ღმერთს არ ქადაგებენ? კი, მაგრამ ქრისტიანი საოცარ პასუხს იძლევა. ღმერთისთვის, აი მე მღვდელი ვამბობ,
ღმერთისთვის ძნელი კი არ იყო სიყვარული, ადამიანისა უძნელესი იყო, ურთულესი იყო. ოფლის დაღვრა, შეურაცხყოფა, ცემა, ფურთხება და ბოლოს ცინიზმით და საშინელი წამებით სიკვდილი გადაწყვიტა ღმერთმა იმისათვის, რომ მე უყვარვარ. მხოლოდ ამისათვის. რომ უყვარვარ, იმიტომ მოკვდა ჩემთვის. კი მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთი მოკვდეს? რას ლაპარაკობთ? შეიძლება. იმიტომ რომ მან მოახდინა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლოება. მან მიიღო ადამიანური ბუნება. პიროვნულად ღმერთი, რომელიცაც ღვთაებრივი ბუნება აქვს, ხდება ბუნებით ადამიანი. პიროვნულად ადამიანი არა, ბუნებით ადამიანი. ხო გესმით? ეს მე არა ვარ. ეს ჩემი ხელია. და თუ მას ატკენთ, ხელს კი ეტკინება. რას ეტკინება? ხელს ვის? თეოდორეს, ანუ მე. როდესაც ქრისტემ ადამიანური ბუნება მიიღო, პიროვნულად ის ადამიანი არ ყოფილა. პიროვნულად ის ღმერთია, ღვთაებრივი ბუნება აქვს, უკვდავი და ყოვლისშემძლე და მარადიული, მაგრამ ადამიანური ბუნებაც რომ მიიღო ქალწულისაგან, როცა მის ხელს ტკენდნენ, რას ტკიოდა? ადამიანურ ბუნებას. მის ხელს ტკიოდა, მაგრამ ვის ტკიოდა? ღმერთს ტკიოდა. ღმერთს, რომელმაც მთელი სამყარო და შენ შექმნა ადამიანი. ესე იგი, ნახეთ რა საოცარი რაღაცა მოხდა. ღმერთმა ისეთი რამ მოიმოქმედა, რომ მას შეეძლო ტკენოდა და დატანჯული იყო და მომკვდარი იყო კიდევაც. და მან ეს გააკეთა ჩემი სიყვარულისათვის. როცა ამ სიტყვებს ვქადაგებთ და ამ სიტყვებს ვსაუბრობთ, ორი რამ შემოდის ჩემში. ცხოვრების მიზანი მიჩნდება, რომ მოვძებნო ის, ვინც ეს გააკეთა, ანუ ქრისტე. და მიხარია, ღმერთო ეს ჩემთვის გააკეთე? და თუ არ მოვძებნი მას და არ გამიხარდება იცით ვისვე მსგავსები? ეშმაკს. რატო ეშმაკს? იმიტომ რომ მან წმინდა მამები ამბობენ, ეშმაკი ვერ ცხონდებაო და რატო უსვამენ კითხვას და ერთ-ერთი პასუხი ესეთია, კერძოდ, როდესაც ეშმაკი ხედავდა, რომ ადამიანთა სიყვარულის გამო ღმერთი ადამიანად მოსული ჯვარზე კლდებოდა და მაშინ მისი გული არ მოლბა, რაღაც უნდა მოალბოსო მისი გაქოვებული გული. იგივე მეხება მე ადამიანს, როცა მე გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთვის ადამიანად მოვიდა და ჩემთვის მოკვდა, ჩემი გული თუ არ გათბება, რაღაც უნდა გაათბოს ჩემი გული. და თუ არ დავიწყებ ცხოვრების საზრის, ანუ ქრისტეს ძიებას, ამის მერე, ანუ იმის ძიებას, ვინც ჩემთვის მოკვდა და მე თუ არ გამიხარდება, რომ ღმერთს ასე უყვარვარ, რაღა უნდა მოვძებნო და რაღა უნდა გამიხარდეს ამის შემდეგ. ამიტომ ძმებო და დებო, ვისაც გვესმის ღვთის სიტყვა, გაგვითბეს გული და მოვძებნოთ ის, ვინ ჩვენთვის მოკვდა და ის ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ნათელღებულნო ქართველებო და არა ქართველებო, ვინც ნათელღებულნი ხართ, ქრისტე თქვენს გულშია, თავისი ღვთაებრივი მადლით და მოძებნეთ იგი თქვენს გულში. და ეკლესია ყოველთვის დაგეხმარებათ ამ დიდ საქმეში. ამინ. ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა მამა თეოდორე საინტერესო საუბრისათვის. ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ უყურებდნენ გადაცემას მოძღვარი, გადაცემას სტუმრობდა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. შეგახსენებთ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და დაგვიტოვოთ კითხვები მოძღვართან ტელეფონის ნომერზე 99 73 53.